დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას, რომლებსაც შეუტყობინებლობას ედავება გამოძიებასთან ისინი გარკვეულწილად ნაწილობრივ თანამშრომლობენ და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები გამოძიებას აწვდიან ინფორმაციას მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სისხლიან ანგარიშწორებამდე, შემზარავ დანაშაულამდე ერთი კვირით ადრე. ირკვევა, რომ მოკლული თაზო თივლიშვილი და გაქცეული ეჭვმიტანელი ამ საზარელ დანაშაულში მეგობრობდნენ, ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, თავდაპირველად ისინი იყვნენ თანამშრომლები საშაურმეში, თუმცა გაქცეული ეჭვმიტანელი საუბარია გიორგი პაპაშვილზე 34 წლის კაცზე, ის მოლარედ მუშაობდა საშაურმეში და ბოლო პერიოდში ის ხშირად აღარ ჩნდებოდა სამსახურში, ის სავარაუდოდ გაგდებული იყო სამსახურიდან. რაც შეეხება კონფლიქტს და მის მიზეზს, როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილი ახლა უკვე ბრალდებული 19 წლის ბიჭი გამოძიებასთან ყვება. კონფლიქტი მოკლუსა და ეჭვმიტანილს შორის თანხას უკავშირდება, გარკვეულ თანხას ვერ იყოფდნენ, საუბარია სავარაუდოდ დიდი რაოდენობით ვალზე, რომელიც ემართა ეჭვმიტანილს. და სწორედ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი. თავად შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდები ყვებიან, რომ ისინი შეესწრნენ ამ შემზარავ დანაშაულს, თუმცა არ მიუღიათ მონაწილეობა ამ ჩხუბში და ადასტურებენ გამოძიებასთან, რომ თავის რტყმის შედეგად გარდაიცვალა, მაგიდაზე თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა თაზო დათუნაშვილი. ამის გარდა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, არ აწვდიან ინფორმაციას გამოძიებას ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. მეგობრები იყვნენ ახლა აქ არ მუშაობდა თვითონ ის ბატონი ის ბიჭი რა ხანდახან მოდიოდა სალაროზე სამუშაოდ აი ის გიორგია დღეს რაც მოხდა როცა მოხდა აქ არ იყო საერთოდ ის ბიჭი სხვა ობიექტზე იყო მე ეს ორი დღე სამსახურში არ იყო და დაბადების დღე ქონდა მოცულება ხო არ იყო დაძაბულობა ჩვეულებრივად არანაირი ეხასიათებოდა ის 16-ში ნახე 16 რიცხვში ჩვენში ვისვენება მაგის მერი აღარ მინახია და გუშინ გავიგე ესეთი ამბავი ლუდებით გამოძიებას რომ აი გავიგოთ რა მოხდა თანამშრომლობ გამოძიებასთან ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ რაც საჭიროა რაღაც ხო შეიძლება ადამიანს პრობლემა ქონოდა და შეგინიშნა ქონდა დაბადების დღე პირიქით გახარებული იყო დაბადების დღე რა ქონდა და მაგის მერი არც მინახავს მოკლულ ახალგაზრდას თაზო მთიულიშვილს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა უკვე ექსპერტიზა და ის მის საცხოვრებელ სახლში დღეს გამთენიას გადაასვენეს. გურჯაანში მომხდარის შესახებ ამ შემზარავი დანაშაულის შესახებ ოჯახის წევრებს ჯერჯერობით არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, მათ იციან გამოძიებისგან მხოლოდ ის, რაც გახდა საჯარო, როგორც იცით, მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ეჭვმიტანილის დედამ აღმოაჩინა ორთაჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ მას ოჯახის წევრები, მეგობრები, როგორც მოისმინეთ, საშაურმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლოს თაზო გაუჩინარდა მის დაბადების დღეზე 17 თებერვალს ბოლოს ნახეს ის მეგობრებმა და ამის შემდეგ შეიტყვეს უკვე ამ საზარელი დანაშაულის შესახებ. მოტივთან დაკავშირებით არის ერთადერთი ვერსია, ეს დანაშაული მოხდა თანხის გამო. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ამ დრომდე შინაგანსაქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ გაქცეულ დანაშაულს, ის არის 34 წლის კაცი ეჭვმიტანელი ამ დანაშაულში 34 წლის კაცი გიორგი პაპაშვილი. მადლობა, ეს იყო სოფონიაური.